დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის ხალხო მოგესალმებით სველი და ლორდხი. ჩაუვონდი. სანამ ამოვედი აბანოტანეს გამათბობელთან მედოდა. შვენივრად ჩავთვი. ერთ საათში სანამ წავალ გავშრები კარგად და წავალ ისე. როგორც ვატყობ, ჩემი პირობა რომ ყოველ დღე მოვალ მეთქი, გუშინ ვერ შევაცვლი. მაგრამ თავს ვიმედებ, იმიტომ რომ გუშინდელი ვიდეოს რა. გუშინ წინ დავდი. ანუ 4 ვიდეო. მაგრამ გუშინ ამ ტელეფონის სამსახურში წაღება დამავიწყდა. თორე იყო იქ შანსი, რომ რაღაც მომენტებში ვიდეო ჩამეწერა, იმიტომ რომ გუშინ იმდენი საქმე არ იყო. ტორტები კი იყო, რაღაცა ნამცხრებიც იყო ის, მაგრამ ეხლა როგორც ახალ წელში რომ არ დამჯდარ ვარ და გაიქე გამოიქე გქონდა, გუშინ უკვე გამზადებულები გქონდა და იმდენი საქმე არ იყო და იყო მომენტი რომ ვისხედით. ჩაი. ყავა არ არის. არ მინდოდა რატომღაც ყავა. იქვსვავ ხოლმე სამსახურში. ой, დამცხა. წიოთ ცოტა. დღეს არ მუშაობ წესით. მაგრამ მუშაობ, იმიტომ რომ ორშაბათს არ ვიყავი სამსახურში. ამიტომ დღეს რომ მუშაობ, უნდა ვცემო ნინო. იმიტომ რომ ნინო შენი ბრალია, რომ მე დღეს იმ ვიდეოს არ ავწერ, რომელსაც ელოდებოდი. ამიტომ მაგ ვიდეოს ჩავწერ ხვალ. ხვალ არ მუშაობ, ხვალ სახლში ვარ. და როგორ მოვახერხებ კიდე ეგეც არ ვიცი, იმიტომ რომ არა პრინციპში რატომაც არა მოვახერხე. ტელეფონს ავუწიოთ ხმა. ქათა მიხმაურობდა. რა სჭირს? დღეს რა არის? დღეს არის 9 იანვარი. დღეს არის პაპას გარდაცვალების დღე. მეოთხე თუ მესამე წელი. მესამე წელი. კი. მესამე წელია. ხო, მე წესით მესამე უნდა იყოს. ხო, დალაშამით ავიდეთ მერეო. ჯერ დილით უნდა წავიდე სამუშაოზე, ვერ დავაგვიანებ და საღამოს თუ ახერხეთ ავალთ აუცილებლად საფრთხეზე. უშანგის ვესტუბრები. უშოს. დღეს არის ხო გარდაცვალების დღე. ხო. ორშაბათს ხვალ ვიყავი და საჯარიმო დღე მაქვს. ამარაშვებით ემზადებით მეორე ახალი წლისთვის. მე დიდად არა როგორ არ ვემზადები, ხა მაგრამ იქნებ რაღაცებს გავამზადებ, მაგრამ ისა იმდენ ზაკუსკას აღარ გავამზადებ, რა შევწვავთ მწვადს, რაღაცა ეგეთ ვინეებს, რასაც ბავშვები ჭამენ და სამშაბათს სადღაცას ხვდებით ყველანი ერთად ლაშას სამეკობრო. სავარაუდოდ. ქმრები ცოლები. ხო და ისე რაღაცებს გავაკეთებ, რომ ბავშვებს დავტყო რა. ბავშვები იმას იცავენ. ინდა მივკლა მე მინდა უშвер დავკლავ არ ვიცი არ დამიკვირია. თუ
თუმცა ქათამს ვკლავ ხო, მაგრამ ეხლა ქათამსაც არ დავკლავ, არ მინდა. ერთი ის ქათამი უნდა დავკლავ, ხო, იცი ტიტულა რო დადის. ეგ მამალია და ტყუილა დადის. ფუტკარივით არის მოკლედ, მაგას დავკლავ და იმ დაურს. ხო. კიდე რა უნდა გავაკეთო? მერე. აი სადღაც გუშინ 8-ში, 7-ში დავამთავრეთ სახალწლო ისინი. იმდენი მქონდა გაკეთებული, რა ქვია, ხალეული. ხო და მაგებს აღარ გავაკეთე. პაპას დაკრძალვის დღე იყო 13. ხო და მოვედით იქედან და რაღაცა ეს ძველი ხაპატარები, ნინო ხა პატარაა. 3 წლის წინ. ხო და ხო იცოდა რომ ახალი წელი იყო რაღაცა. პატარა მაგიდაზე მქონდა გაშლილი ტკბილეული, მარტო არაფერი არ მქონდა გაკეთებული, სულ იქ ვიყავით ხოლმე და ასე ტკბილეულით ფორთოხალი მქონდა დაჭრილი, კივი, ბანანი ესე მქონდა ლამაზად. კანფეტები და ნინო ჭკვაზე არ იყო, რომ ანუ სუფრაზე მარტო შოკოლადები და რაღაცები იყო. ვერეთოვლის პაპამ საჩუქარიც მოუტანა და წავიდა და წოდა იწინა. წელს თოვლის პაპა ცოტა ადრე იყო ამათთან. სხვა საჩუქარით ერთი საჩუქარი მიიღეს უყველა. ოჯახის წევრებმა. ხო და საიმისოდ ხა გაიზარდნენ რა, ამიტომ ნაძვის ხის ქვეშ და რაღაცა და თუმცა ყოველ წელს მაინც ტრადიციულად სიმბოლურად რაღაცას მაინც ვჩუქნი ხო. იმიტომ რომ მე სუეძებდი ხოლმე ნინოს ხელა კი არა, ნინოზე გაცილებით პატარა ვიყავი, რომ მომახალეს რომ აღარ არისო. ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა სკოლაში მივდიოდით და ერთ-ერთმა ბიჭმა გითხრა რომ თქვენ რა გჯერავთო თოვლის პაპისო და იმდენად ტრაგედია იყო ეს ჩემთვის, იმდენად ტრაგედია რომ იმ დღეს სკოლაში როგორ ვიყავი საერთოდ ვერ გავიხსენე. ანუ ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. იმიტომ რომ მე მჯეროდა, ხო დიდად ისეთი არაფერი არ მოხდა იმ პერიოდში, მაგრამ იმ პარკში შეკრული ფორთოხალი, ბანანი და ბანანი სად იყო გაცოდა. მანდარინი არს ფორთოხალი არის ხო? მანდარინი იყო ხოლმე, ჩირი იყო იმისი, რა ქვია, კარალიოკის და რაღაცა შოკოლადები. და მამიდა კინდერს მიდებდა ხოლმე. მახსოვს ყოველი 31 ინგასგან კინდერს ვიღებდი ხოლმე. ხო, აი ესეც რო აღარ მოდიოდა, ძალიან ძიმე იყო, თუმცა მამიდა მარტო მაგისთვის ჩამოდიოდა, რომ ჩემთვის კინდერი ჩამოეტანა ხოლმე. აი ეგრე. ხო და ძალიან ის არის რა, თუნდაც რო იცოდი. ნინო იცი რა იმაში, იცის, მაგრამ თან არ იცის. ვიხედავთ ისე 11 წლის. ხო და მეორე წელსაც სიმბოლურად, რა თქმა უნდა, მიიღებენ რამეს. დიდები რო დაიზრდებიან მაშინაც. იმიტომ რაღაცა მოლოდინია რა. სიხარულია და რატომაც არა. აი მასრები ხალხნებო. მახსოვს ის პარკი რო დამქონდა ხოლმე ის რაშიც ელაგა მოკლედ ის მანდარინი თუნდაც არ ვწქნიდი ხოლმე სუხელით დამქონდა ეს პარკი, ეს იყო თოვლის პაპის საჩუქარი და ეს მანდარინის სუფრი დამჭამდი ხოლმე, იმას არ ვწქნიდი, ის იყო საჩუქარი. ანუ სანამ დალპებოდა მქონდა. მერე სანამ გადასაგდები გახდებოდა ვჭამდი ხოლმე. კაი იყო ის დრო. მაშინ დიდი თოვლი იყო და მიხაროდა ხოლმე. ეხლა აღარ არის თოვლი, ეგ მიხარია. დღეის ამინც რაც შეეხება, მოდი გაგაცნოთ ამიტის პროგნოზ. დილას ისე გემრიელად ჭიკჭიკებდნენ ჩიტები, აი ეს გაზაფხულის ხმა რო გეგონებოდა რა. აი რო გახედავ და არ არის გაზაფხული, მაგრამ აი მე ეს ჩიტების ხმა რა ტკბილი იყო და იცოდეთ.
აი სადღაც თებერვლისკენ იწყებს ხოლმე ერთი არ ვიცი ჩიტის სახელი და გვარი არ ვიცი ბავშვობიდან მიყვარს გიждდებ ვიზუალურადაც არ ვიცი როგორი მარა ეს ხმარი ჩემთვის რაღაცაი არ ვიცი და თებერვლის ბოლოსკენ გამოჩნდება ხოლმე და აი ერთიანად რომ ჩაღურის ხოლმე რა რომ აი всё იწყება გაზაფხული იწყება სიცოცხლე იწყება აი ეგ მომენტი როგორ მიყვარს და აი მთელი გულით ველოდები ყურებდაც ქვეტილი რომ გავიგო ჩიტის ხმა ხოლმე ხო და დღეს დაახლოებით ეგეთი რაღაცა იყო გუშინ ამწონა ნინო არც წინა ვარ არც უკან გაჩერებული ვარ მე შვენივრად ვარ აი მე ნაცარა მოვიდა გუშინ მთელი საღამო ვეძები აი ეს გიჟი ბიჭი ყურეთ ეხლა ბიჭი აი აქ რო დაჯდა ეხლა როგორ ვეძებე და არ მოვიდა და მე შემეშინდა სად არის მეთქი სად არის დავინა ჩემი ლამაზ აი აქ ის იყო შავი კატა იყო შემოსული და რა იქნა აი მე აქ ხარ შემოწურება ვაჩა ой აი მე ვიდრე როგორი გაწიწილი არის შემოვიდა და შემოეთრია ესა ნახე ჟენი ბავში ვერა ჩამოვიდა მეც ბატარია ჯდება თუ რაღაცა უი 20%-ია ეს ალილოზე რო ბრძანდებოდა ეს ტელეფონი მის მე არ დამიტენია და რატომაც არა დაჯდებოდა კი აბა ძნელი იყო ვიდეოს მოსწრება შენთვის ზიხარწყვა მაინც ჩაი უნდა დავლიო ნახევარი რაღაც 40 წუთი მაქვს დრო ასე რომ მაინც უნდა ჯდარიყავ გარეთ ვერ გავიდოდი ამ სველი თავით ეხლა პირსაწვენს მოვიხო ცხელ პირსაწვენს ჯერ არ არის ცხელი ისე სველია აი მე ის გავხიე ხალხნო აბანოს იმას ქონდა ისა სახელურით დამაგრებული იმას გამოვდე და არა ეს არის ძველებური პირსაწვენდი აი ეს ხაშის ოღონდ ძველია რა ჩემ დედამთილის მოცემულია და აი ეს რა ხალხო ეხა არ მინდა რომ მოვაჭრა და დავალატკავებ ამას ისე ძალიან მაგრად მიყვარს აი მაგრად ხმარო თან რო გამოხაშავ აი ფითქინდება და ძალიან ის არის რა სასიამოვნოა თან და ეხა ის რომ მოვაჭრა რამ ხელათი დამიმოკლდება და არ მინდა ამიტომ საკერავი მანქანით დავალატკავებ ეკრევისა ცოტა ხანი დავკიდო კიდე რომ გაშრეს თავზე მოვიხვიო ცოტა ხანი კიდე დღეს მაქვს ერთი ტორტი მგონი ფეხბურთის გუშინ კალათბურთის იყო დღეს ფეხბურთის აი ისინი უნდა გამოვჭრა შავ-თეთრი ისინი რომ ტორტი მაგით უნდა დაიფაროს სო ის ფეხბურთის ბურთის ის რო არის რითიც არის აწყობილი რა შავ-თეთრი კლასიკური ბურთი სადა ბომბორა პანდა სად არის დიდი აი მის ბავში როგორი კარგია ნეტაით ეს ის უკარება ბავშვია რომელიც ეხა ნენელა მეკარება ხოლმე ცოტა ხნით არის შემობრძანებული და ეხა გაბრძანდება ჩემი ბუთურა ჩემი ბუთულიანი ბავში ვინ არის ნახეთ ამისი რა მიყვარს აი ხედე წინ ჩემო ლამაზო ეს ნახეთ აი ეს ნახეთ აი ეს რატო აქ ეს ლომია ჩემი ლომია შავთვალება ლომია
ვაიმე როგორი ფუმფულაა, ნეტა იცოდით ხალხო, როგორი ფუმფულაა. ჩემი პატარა ბიჭი, დაჭი. 2 წამიც და გახვალ გარეთ. წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, მე ამ ტელეფონში ვაერთებ. და ნელა დავიძვრები სამსახურისკენ. ხვალ სახლში. ხვალ შაბათი. კი, შაბათი. დღეს მინდა რომ დავეთხოვ ორშაბათი, სამშაბათი, იმიტომ რომ ორშაბათს რაღაცეები უნდა გავამზადო. ახალწოდ ეს ქათა მინდა უნდა რაც იქნება ეს ნიგოზი მაქვს კიდე გასამზადებელი. ხო და სამშაბათს აბა სახლში არ იქნები, სავარაუდოდ. ეს გაცხადებას დავწერ მაგის თაობას. და მე ვიმუშავებ 4 შაბათი, არა, 2 შაბათი, 3 შაბათი. 4 შაბათი, 5 შაბათი პარასკევი. ანუ დღეებს ამოვინაზღაურებ. თუ საჭირო ვიქნები რა. გადაცვლას გავაკეთე. დავალიხება. ჰეი, მოვალ ვიდეომდე.